სალამ მეგობრებო, რა შვებით, როგორ ხართ? მე ელო ვარ და თქვენ ყოველ ჩემს YouTube არხზე იმყოფებით. ამჯერად უნდა დავარიაქტო ჩემი ფავორიტი MC-ების დუოს ბეთლი, კამი მოსკა versus შიო ბოტანიკოსი. სამწუხაროდ შიო ბოტანიკოსზე არ მოქვს ინფორმაცია, მაგრამ ვნახოთ ერთი როგორი სტილის რეპერები არიან და საერთოდ რას წარმოადგენენ. იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგი ბეთლი იქნება, იმიტომ რომ ეს სეზონი ჯერჯერობით მაინც და მაინც კარგად ვერ მიდის, ალბათ თქვენს დამეთანხმებით და იმედი მაქვს, რომ ეს ბეთლი და შემდეგი ბეთლი თამაშას ცოტა მაინც აწევს მაღლა. ხო, მე მიუხედავად ეს სუბიექტური დამოკიდებულების და ვეცდები, რომ მაქსიმალურად ობიექტური ვიყო შეფასებისას და თუ რაღაცა არ მომეწონება ეგეც თქვა და იმათი რაც მომეწონება ეგეც რა თქმა უნდა აღვნიშნო, თქვენ კიდე ამასობაში აუცილებლად გამომიწერეთ ხალხო, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დამრჩა 2000 გამომწერამდე და ძალიან მინდა რომ 2000 ავიდე. ალბათ კიდე დატოვეთ კომენტარები, დალაიქეთ ვიდეო და ეხლა დავიწყოთ. არტისტები, ჩემგან ხელმარჯვნივ შევგუნათ ხმაური! ახლები იწყებენ. ჩემთვის ახლები ისწორეთ. გაფუსტა პულტი ფოსმო უქი მოუდია გადაკ რაღაცა კანალებს ვიან იციან ამათმა კაცობა და მხრების გაკვები იქ სადაც კამერებია და ამ პუბლიკანტი ძუხნის შუბზე რო დაინახა მოსკამროლულა აკური მაშინ ამუშავდა ეს და მოწყული პულ და ფოსმო უქის გულში ატყვია ჩემი ლირიკა არის ბაზილიკა ამქილი გასწორები მიკალ შემოგვიყოფილი და გეწებადილი და ნგაკოეთილი მოსკა ხანკეთილი კამინუს სპინებრილია მოხსენით კამარია მასის ხულიაო გაბლელი სამარი დო და დეტალი ბიჭებია სკაირეს მაკის რეკლამაში დაუძახეთ კონდა გადაღებები და ბანერები, თოქმენი რეჟისორები, ქორეოგრაფები, სცენარი და კამერები. KFC-ის ტიპებმა კამი მანქანაში ჩატენეს, ორი ფთა აჭამეს, ერთი კამერა მიუგდეს და თავში წამოარტყეს გარეპე. გარეპე შეყლეო ეკიდან რომ შეგაგინებენ უბრალოდ გარეპე. გარეპე შეყლეო ბელს რომ მოგიგებენ მერე მაგ ტიპებზეც გარეპე. გარეპე შეყლეო კი არა ვიღაცა ხალხოდ რომ გაგინებს დარეკე. ანჩაც მაკაც მიბაძე და კიდე პირში რომ არ მოგცენեք პირი და კეტეო. Tu ciao te killer mode, rata pete ma peli down, ciao bakres tu kito jale show, when I eat ბავშვობაში ვაკევდი ფაუნს რა იციდურები შედადებილო შეიკواش ლირო ზიტა მიდე თქვენი ბელადი თორე თქვენ მაგალ მიზარებით მიდი ბოტანური ვესისო შენაჯული შენ კი მუსიკოსო ყლეო ხომ ამბობდი სეზონზე ვაფშე არ გამოვალმეო შეს გარდა რამდენი ამბობდა არ გამოვალმეო ყველა რეპერი სიტყვას როგორ ახტება ყო რაღაცა იჭიტება აპასნი B2B სეზონი არაც უჭიდა ფივის უნდა ანუ მომწონს რა რაღაც საინტერესო გადასვლები აქვს მართლა და ეს როგორც გავიგე ეს შედარებით დაბალი ტიპი არის შიო და ის მეორე არის ბოტანიკოსი, ხო? და ის KFC დაცემის ამბავი ძალიან მომეწონა და მეორე შიოს ტექსტის რაღაც ნაწილი ვერ გავიგე, ანუ არ არის კარგად სპენათი თქვა, ეგრე მგონია, მაგრამ საერთოდ ჯამში ჯერჯერობით ძალიან კაი ვაიბია და ანუ ბაუნსობ კიდევაც. რამდენა გავსტენიან ბაზარს, ბიჯუტერია სოქროს ბაზარ, მოსკაც მაკაცებს ყიდით დილარად, მოგიტყან ჰაიბზე დაშვილი ბანდა. კამიშეთ მართლა რა ბასრიენა ქონია ამ, მართლა არ ველოდის მაკაც, რამდენყლე ქალასაც ჩავხალდე ტრუსიკის უყოლა მუტელ და სერილი დამ. კამის არაფერი გასდი ჩესტი ჩისტი ქართული, მაგრამ რამდენის გინდა თუ პიტია ჩართული შენ მეზობლის დედას ყნავდა ამას ასმენინე ბავშვ მე მეზობლის დედას სულაბატან ნებსი მეჭარ არის მითქეი და ვადიშიოს და it's gonna away თვითონ და წილი და მიიღეთელი თავში და შეყო დარჩებილეი შედის რპინე შენი ხვირევეი მაკრიალი ჯვერსად გამიკაწრე ხუზი მიდიტირე ბეროლად მოსკარებენ და ხებარი დაიბადე მოსკარ პანიკებში და მიტიკი ბალი ბექში და მიბარი ბექში და ტიჩაბია კეთო პაჭიკალი პერში ნიკაფიც ბალი კაკალო შენარიელში შენ იმენა პატარახან ძაჭი პატარახან მე ვანიკის მაკაცი მაგრამ შენ თუ მათთან ნიკის მაკაცი ხარ ეხა სადარი ნიკი ტუჩაჩა შეყლეო იცეკვай ტუჩაჩა და აბრას პოატები და ტუჩაჩა კوام გაუგიბა ერთი ბაქს მერე ფლოუში ჩაჩა რა ტუჩაჩა ყوار გამოხლევდა მესმის და გადაკეთო დანატოლებს ხოდა იყან ნახეთ რო გოჟი მაგუა მონოჰოჯი შეიტან ამ პრობლემს რაუნდი მომეწონა სხვათა შორის ძალიან ისეთი იყო საინტერესო, ბევრი flows ჰქონდათ. ფანჩები მაინც და მაინც ბევრი იყო თქო, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაც ნაწილი როგორც ვახსენე, ვერ გავიგე ხალხო, უბრალოდ კარგად სპენადი არ არის თუ ჩემშია პრობლემა, არ ვიცი, მაგრამ მგონი მაინც და მაინც კარგად სპენადი არ არის, თუმცა ბაუნსის ნაწილი კარგი იყო, მაგრამ მგონია რომ ეს ბითი უფრო უკეთად შეიძლება იყოს გამოყენებული რა. ხო, ჯერჯერობით კარგია, მაგრამ უკეთეს ველოდები. დავაი გაუშვი. ხო,
ამათი დიქცია კატასტროფადან მოდი დამაში ჩავუტაროთ და ვინც ამბეთში ვლდა არბილოს და ეხლა იყოს სამუდამოდ არ ვიპტები და უარეგან და განა სადაც კი ჯიბგირი შემესია პრევენცია მათი ზუსტად ეს ვერსია ბალუტა მაუგლის ხლევერსია გავასინჯე პანჩების გემოსაც მაგრამ ვანახავ დროპი ბიჭებს მოსკა ჩვევია თესლა ჩემოსლა მე კი მოხსოვი ვაშუბებ ბიჭებს ვიცი კიდე შვილობეთ ლირა და კითვა შენი კარიერის ნაწილია ჩემი flow აბა შეეცადე ეს რომ მოიპარო ვინ ხარ შენ ჩემი flow-ა black mamba თუ გინე ხავს ეს დამბა ვიცი ხლეობას პედავს და რას გახდები კენტავრთან ცოტა მოსაწყენი თანეს პარტიდან თათი ჩაწიე ჩემ გნათიას ვერ მიიღებ მაგრამ დაჭმას მადლიას მოგასმენინებ გნახავ დარდიას თავში რაც გაგიელვებს უყველაფრის არ გინდა თქმა და ისე არ ქნა რომ შენს პირში ბოხთა სახლი გავხსნა უნიჭებს მე რომ ლახავ შენ არიცი რა ამის ფასი შენ უბრალოდ დიდი ხლეობა ხარ შენ კი ამის მოკლე შინაარსი და ეს ორი ქალიშვილი რო ვერ გაჯავს ამაში რა არის ჩემი ბრალი მე ვარ სფეროს თვალიშვილი შენ კი ნინა დრამას გამოყლევებული ქმარი ტიკიტი კაპიტელო გასკილი ნახი ფოუნამ დვილი ცოტა გვერდიდან გივი პეცე ჯაკიტა როპა ხო ჯერჯერობით ვიზუალზე და აი რაღაცა დიქციაზე მიდის დასხმა თუ როგორც არის და დიქციაზე თქვია ცოტა არ მესმოდა მეც კარგად თქვა და აი გონია რომ ობიექტურად ეგრე არის და გამოსწორებას ექვემდებარება რა თქმა უნდა. ხო, ჯერჯერობით თავიანთ სტილში მიდიან და უკეთეს ბაუნს ველოდები. რაკლის და გავიწყდა ერთი რამე შეუძლებელია შენ რო დროზე გამიგაჩო და ეს დარბაზი ჯამია ვიცი თავისთვის ჟირო კოშკებია უშელებია აუტანელია შეთხოიცი ერთ შედეგია კაცი ბოტანიკა კაცი ცვილი კაცი ლირიკა და კაცი სკილი კაცი აურა და კაცი სტილი მე რა არ უსმენს კაცი შვილი ახლით გამაკრუეთ რამი თაბა მაგრამ მაგისათვის twini გინდა გრამი მიდი თქვა ორიგინალურო სირებო აბა კამის გაურიწმეც კამი 5-დან 3 პეტლი რო წააგე მივხვდი ასეთია დებულება იმდენ კაც ყავხარ მოწყნული ბიჭო რომ მასხულიასაც შეშურდება და თუ მართლა ხარ ბოტანიკოსი და ვარდი რო დავთესო აქ შენა მოხვალ და თუ კი გაზარდე რაიმე ყვავილი მე მაყვავილების გამზდელი მოვთხარ ვიცი რთულია ფიქრო პიზდეცი ხარ მეტი როგორ გაგაგებინო ყველა ლაინი პანჩლაინი თუ გაქვს შენაირჩი ემთხوانს რა შევაგინო იმის მაგი რადგან ვითარდე შენ უფრო ფუჭდები ისე როგორც იმპოტენტი არავის არ უდგები და ამ სკილებს ვერავინ მომბარავს უკვე სამი თაობა გენშია თქვენ ხარ ტელეფონის ნოუთები რადგან ყველა ჩემი ვერსი თქვენშია კარგად ჩაიბეჭ და ერთი რამე მოდი სასწაული გინდა ვიცი მოხდეს შენი პირის ერთადერთი სარგებელი ვისაც აუდგება პირში მოგცეს მოგიტყანე კალვარდიანი გზა რატო გადაწყვიტე რომ ხარ ბოტანიკოსი ვარ ამათი ბოსი ბიდიებში შევხარე ყველა ძაღლები ვიდმოვა ბიტროსი უთხარი წერეთ რა უმდები ბავშვებო ვიცოდეთ ჯერ პროსტა გავარჯიშეთ საუნჩერზე შიოსფერი წაუვიდა მეთქი პივიპიში არ გაგიშვებ კიდე ჩაკიდა რომ თუ ჩაჩა აღდელი აკუ ჩაჩა ატევწერ გაგაჩა შადგანა ბუმ ჩაჩა საიდა გაგაბიზია ამდენი ფიქრობ მომიგებ ხვანსაც გავდენი მორიგი ზუხრახა გიხმარ და გავკრები ჩემი წყალობით ხარ პივიპიზე ბავშვები შენ მართლა ხარ ბოტანიკოსი ექსაქციელი გინდოდა გაგეპრავებინა გინდოდა წამეგო და მაგ ჩემი წაგებით ბევრი თესლი გაგეხარებინა მომეწონა. კარგი იყო, მაგრამ მე როგორც კრიტიკოსი ადამიანი უფრო მეცაც ველოდი. ის მომეწონა, რომ რაც იმათ უხსენეს პირველ რაუნდში დაახვედრა მდუჩაჩაზე მოსკამ და ბოტანიკოსზე ჩაჭერა ამათ ვიზუალურ რაღაც ნაწილზე ჩაჭერები და ფანჩები ძალიან ბასრი იყო. თან უმეტესად აქცენტი გაკეთებული ჰქონდათ ამათ დაცინვაზე, ვაიმე. ამათ დაცინვაზე ჰქონდათ რა აქცენტი გაკეთებული და flow-ს თლაც იყო. უბრალოდ მეტი ბაუნსი მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც დაინახეთ, კარგად ვიბაუნსებ, მაინც მეტი მინდოდა. და პირველ რაუნდში ჩემი აზრით გამივიდა მოსკამ წაიღეს. რომ ვიწერთ ხოლმე კომენტარებში, რომ ფანჩები უფრო მნიშვნელოვანი არის ვიდრე flow-ო. ამ შემთხვევაში კი ბატონო, ფანჩებით რო შევადაროთ, კამის და მოსკას უფრო მეტი ფანჩი ჰქონდათ და უფრო ისმინებოდა ჩემი აზრით. flow-ში თითქოს ანაბარი სიტუაცია იყო. მაგრამ აი ფანჩების კომპონენტით ამათ აჯობეს. გავაგრძელოთ ახლა. რაუნდი! არტისტები, ჩვენგან ხელმარჯვნივ! წაფით ძალიან მომწონს. წუთი. რას ველოდებით? კამი რატო გინდა ისი ბაზრორისიც არ გაგტრაკი ვარ კეთილში ჩემი გაზბილი ბავშვი იყო სულ რო გირტყავდა თავში კამერებმა გააჩვენდა შენი თავი მაიტა რამესეთ მეტი და სხოდუ და გადგები ბაიტდა თქვენ თუ ოთახებში გაიზარდეთ ქუჩა საიტა ბოჯანამეს რეპერი ბიჭები გასაიმა გასაიმა რას ნიშნავს ხალხო? აი, რამე ტერმინი არის, უნდა ვიცოდე? გასაიმა. პრობლემები
ბევრი რას მღერი ეს ქათმები ვიღებ დავტენი ესეთი ტიპები მოგროვდით რამდენი რომ ჩაიჯვათ გავჩრა რომელი კაბელი ბავშვობიდან ჩემი თავი შავი გზებით გამაქვს გეხვეწები მუტელი ვითარ და მითგადრამა ყველას გვახსოვს ყლე როგერთხა 16 წლის მამა გაიყვანენ სტრიმებზე და მოგიტყნავენ დამას თქვენი flow ცხელ ჩემი flow პაპანაკება თქვენი ენები სულ რატო თრიალებენ ტრაკებთან რაც ვერ გადაყლაპეთ სახეზე გჭებოდათ ლაქებად მოსკა უკეთ მოგიყვები რო გახდები ამ ხელა მოსკა როგორ არ მოგბეს და სულ ყველასთან ბრატობა ყველა სხვა რაღაცას ეთქვის კარგი ტიპი გამოვა შენ ხარ ორ პროჭა ადამიან კუილის დროს ერთზე აიფარეთით სვეჩი სალამური გამოხვა what the fuck გაუდის ეს ბები მაგდამოს გადუმს აგინეს გამს მაგდამოს გადუმს აგინეს ბოის მაგდამოს გადუმს ყოველთვის დუმს არ ვიცი შეზერავი ბაზო ყველა გიხმარა მაგდამოს კარატომ ასდუმს ჩაბის მის გამის მადელით და ხდება თუმე ჩემი ჩაიდანი დუხს ერთი ყველგან ნეიტრალი სვეჩი მეორე ყვეკა კლაი როგორ ჩასადგება მასა დასავლეთიდან დაკა მიიწვის მის დამარს გაუფრთხილდი მხარს ფინანზე რა კაგად გეროდი რატომ არ მუხტეხა ხელი მაცკაი ბოლო ტაღას ყლმანერებს რაღაცნაირად თო გადაეჩეოდი აპარა ბაზარია ეკრევე ბახტა back to back ხოში ამათი თავზარია მოსკარებ ყასთანო კებით ნუ მიყურებენ ნოტივით ხარ შენ მოსილი მაკლენ მოტივით იმენა ოპროჯა ემსი ყოლას ყლეზე რატომ მიკიდები ბრელოკივით რატება ორახდება ეს პიტიკაში მაგდება ხორახდება ხობიტა მეციდორი დოუთი მოუშიაკი და გეგბაში გოლი დაგდება შეთავნება ერთი შეკით გამოსკან გვერდით მეორე ალბაგრინი ბანი სიცავს აბეთა წაასხავთ და მერე ყუა ხელფასებს აღარ და გირიცხავთ აჩა ამათი პირველი რაუნდი უკეთესი იყო შესვლა არ მომეწონა საშინლად შიოს ძალიან კარგი fast flow აქვს მაგრამ სიტყვებს ვერ გებულობ ნახევარს ერთი ბოლოს ის გავიგე რომ ხელფას აღარ დაგირიცხავსო და მოსკას რო იმაზე აჭერენ რომ რაღაცა დუმხარო და ამ შემდეგო მართლა ეგეთი რაღაცა გააკეთა რომ არაფერზე ხომ არ ამოიღო და მეგობარს გვერდით არ დაუდგა ძმაკაც გვერდით არ დაუდგა ну როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე ну არ ვიცი მაგ შემთხვევაში სწორი ფანჩი იყო და კარგი ფანჩი იყო სიმაღლეზე რო დასცენიან და ორ რაღაცა ადგილიანი ხარო თუ რაღაცაო ეგ იყო ამ რაუნდში მთელი ფანჩი დანარჩენი რავი დიდად არ მომეწონა კარგი ვნახოთ მეორე რაუნდი არტისტები ჩემგან შეიძლება ბითის ბრალია ხალხო იცით რავი ვნახოთ აბა ესენი როგორ გამოიყენებენ ბითს ხალმარცხნივ ვარკეთი შენი კეტო ვარი ვარკეთილი უნდა ჩაკიტარო გაკვეთილი პაჩიც რო არ მქონდა შვილო გაგდეფტილი ანუ მოსკა სასწაული ვაიბი აქვს ხალხო და ანუ სამშვიდობის ხიდი გჩატეხი ვარსლოუს მანქანა დატენილი არ გადამეხობა თორე გადაგიბლი მე მინდოდა ოპოლენტი დახვეწილი როგორც დედალი მგელი ხარატეხილი თიცგავად კაცუნებ გაქრები თქვენი ლაინები არავის არაბრუებს და მეტონის სტარკის უსაქმური დედა შევეცი თუ კი თქვენ დაგაბრუნებთ არავის არ უნდა შანგვერდით გაჩითვა არავინ ტელეფონს აღარ იღებდა ანა კარენინა რომ ყოფილიყავი მატარებელი თავს აღარ იდებდა კლავო მემსებზე ბუნებრივი ძალები თითქოს ისევ ბუნდები პრაიმში მუტელი ბიჭი ხარ უსწრებულენებს და ენას ვერ აჭერებ ტიკტოკის ლაივში შეკი მომის მინე ბიჭო იცოდე არ გამაგიჯო კამერა რო დაინახე გამოყლევდი და ენაზეც მეტად არა ვარჯიშო თორე წაგაჭრი ერთხელ ხო გადარჩი როცა დაგირეკა მოსკამ რატოა ბარბაცდი ფეხის დასოსი ვითხარ გამიბერე ზაპასი 433 ჯერ შეგეცი და შედაგაცდი და სანამ გჯერა რომ მოხვედი აქ და მთელი პივიპი გადაჭამე დროა ხელი კრა და გაგაღვიძო გააჯვი სახში და ფაფაჭამე შენი საქციელი თუ არა კონტროლე ტრაქში გაიკეთე ეგ ნიჭი შენ გამო შიომრო ბოდიში მიხადა აი მაგითო ხარ ყლებიჭი აშკარად ხო გინდოდა რო კონოდა სუსტი რაუნდები მაგრამ ეგრე თუ გინდოდა კამი რატო გააბრაზე მე რო ვიცი თქვენ აირად ბატაობდა მარტებია ჩვენი პარა დანარჩენი შენი ძია ფასე შენ ახლა ცხრენი გიდუხს ხო და მომისმინე შვილო შენ აირს ვიშვილებრო ხელ მეორედ გავაშვილო მიდი გადაიმალე გადაიფარი საბანი ვიცი რომ გადაგიარია კარი ჩვენი ბაზარი და თუ კი არა ღიარე გადაიტანე თავზარი ვიცი ზურულებს რომ ისრულებდა ჩემი ლამბარი თანზისთან გრის ვიტყნავს არამარა რა წერა აღწერა ნახევარი გადაყარა ბავშვებო ჰიპ-ჰოპში არის თანაბანო გაწელა ჭუჭუ და იმედები დამყარა ვერ მოგვიგე მართლა გეუბნები ვერ მოგვიგე სადის სახში შვილო ვერ მოგვიგე
მიკროფონს დავდებ და ვერ მოგვიგებ როგორ გავაჩუმო ეს ბიჭები უნდა გამეთიშა მგონი ფირი ბეთლი ჟადო ქარი ერთი აიფონიდან გამოვიყვანე ორი სირი და თუ გონია რომ გადავიღალე მაშინ დაითვალე ყოველი დღე შენ შეგიძლია მოჭამო დრო მაგრამ არ ესადო მოჭამო შენთვის მაგ ერთი შეთავაზება სიხარულისგან გინდი ყვირო რამდენჯერაც დღეს პირს გააღებ იმდენჯერ მოხსამენ პირში შვილო მე რომ ეთქვა არა ხო ისი სეზონში მართლა არავინ დრო არა გიყვანდათ პროსტა ვუდუსტო ჯინები ხართ რომ ხტებით რა ხდება ახლებო და კამიგმართავთ მოგიტყავ ყველა ფრაზას დამაჯერებლად იცოდე თუ კი რამე გაგივარდა ძემდევაჟი შვილი ხარ ასე მგონია აბაბოზებში შენ ვინ წაგიყვანდა მარტივად შეუკარი თემა ბიჭებს არ გავართულე ან საერთოდ შენ რომელი ფენომენი მყევხარ და გამომრჩა რაღაც რაც რაუნდში არ დავასრულე მილოვასთან დაამტკიცე პათოლოგი ხალე ხარ მარტო ამ ბოლოს 3 სიტყვის გამო არა 4 სიტყვის გამო ეს რაუნდი წაიღეს ამათ და მორჩა მაგრამ საერთოდ ჯამში მათი საშინლად არ მომეწონა კამის და მოსკას რაუნდი არ იყო ის რაც ზოგადად ჩვევიათ ხოლმე და გვაბაუნსებენ ხოლმე მაგრამ ამათ ბევრად ჯობდა არ ვიცი მილოვას იმაში იყვნენ თუ არა და რა დაამტკიცეს მაგრამ თუ იყვნენ რატო მომწონს წინა ორ ბეთლზე უკეთესი არის ჯერ ეს ბეთლი ჩემი აზრით მესამე რაუნდი ვნახოთ ეხლა და ნორმალური ბითი მინდა ანუ ეს რა ბითი იყო ხალხო ანუ რა არის ვერ გავიგე სად ვართ გავაგრძელოთ მესამე რაუნდი არტისტები შენგან ხელმა ნერე მეტყვის რომ თუდა დაფასებო რა საინტერესო ისინიც იყო რა შედარებები ანა კარენინას და იქ თორზე იქ რაღაცა ანუ რა ვიცი ძალიან ბევრი ისეთი შედარება იყო ცოტა ბაუნსის და ფლოუს ცვლილების კუთხით მაინც და მაინც ფუფუნება არ იყო ამ რაუნდში კამის და მოსკას მხრიდან მაგრამ საბოლოო ჯამში წაიღეს ეს რაუნდი ანუ 2-0 კი ვთქვი რომ სუბიექტური არ ვიქნები თქო მაგრამ ობიექტურადაც რო შევხედო ეხა ობიექტურად ესია რა და გვიბრუნდა მოინდო მაუდრები ავტო გამახსენე რატო ხარ მეტის მეტად უზრდელი შენ ვერაცოდეს გამოიწო ბრავი ფიქრე მე გოსა თორტი მოთხოვე და გოჩამ და გახოდა წლა ხო და გახოდა და გოჩა და ბინები ყარფუნა და წყობინები ხარები მინან ორი მილიკან და ვიცებინი და ანდა ხაჩინი გამნუტერი ხარ ყოასტო პალატაზე შენაბუსარი ტელი ხარ და დღეიდან ჩემი და პოდას გაჭებული პირი ხარ ბაზა რაცა გის ბეხუსას მედი მილა გაუზე სუიცა გაუსტო ვიდა გოგოლა გიტყას პანჩუ ტრაჩი ჩაკარ კაქტუსი ტრაჩი მე რებანი მოგიწვა ბლაკში გამოხოდი ეთქა კაი დაიმცირე თავი გამოხოდი ოჯე კაი დაიმცირე თავი კაი რომ გეკითხა და კაი გიჟე თავი მაგას მოუგე ინტენი შედაკითხარი გამიბანი და გითქესო იტირე და გიყენეს ბანი და ეგრე პერობა გიტირე მე გოჩამ და მაიკმა აქედან დაიგიდა მიხესილები და კოთილები ბინოცოდები შენ ტიტუმ მახსოვს მე შენი გოლია კონტროლე ტონი ხმაზე მურა და თუ ტიპი პედექტონი როგორ მოგეწონა ჩემი შენი ბონი ჯერფი იქ მერე ჰოპ მისმენე პირფერე პოზესტოლის ლიტერება ქვე კინდერება ქვე ცისფერება ქვე კლიტორება ქვე პიტერება აკანაო შენი გიჟი თავი აკანაო შენი გიჟი თავი ანუ ბითი ძალიან კაია მარტო ბითი მაბაუსებს მაგრამ რაღაც ამათი ტექსტი ვერ მიყვება ამ ბიტს და ანუ რატო ბიჭებო აი რატო აკანაო შენი გიჟი თავი აკანაო შენი გიჟი თავი Bicho shecho, ta Pikachu, bicho kache, kito pancho, kana kepe, todo kachu, starte podcast, que peto go tamchu, bicho shecho. შემოვარდი ყველა დისწოზე რომე მაიტადა ბოტანიკოზე ამა გეყოთკას უდაბარეთ ბაზებს ვინც ხეს გავდა ყველა მე ბაღეს არ გავდა ყვავილებს რომ წყავს სიმხელები დადრე კლავდა ასეთი ასტილი რაცილი ვაკეთებ შეშლილი ვარ ვიშ ხელთა ბუხები შექსპირი ვარ შიო შენა შეშლილი ხარ ბოტა შენა შეშლილი ხარ შემოვარდი ბიჭი პასრი ბიჭი ხარ პატარა ბიჭი ბიჭი პასრო ბიჭი კაც პატარა დრავი კაცო შავი ხადო და მაქსიმუმ გამი კაცო ორივე ამერტა სამინას ორივე ესეთად გასხოვინებ კაიდა საქმე მაშია თუ ყველა პატარა ძმებო მაგათ უკეთესად ვერ გამეცადინარ შებე ყველა ტაიპი მერე ბაიცი თუ და კაიპი კიტა ჰაიპი რაით მოგი პატაგება გადამრჩი პინო მამა მოგდობენი მაიც აგრანი ხო ტაიმი მანა ხაჭი პოჩლაინი მე დღეს კენორ და კეს როკ ჯობი ხაჩვენ ესენი ჯობიან შეჩემა აი ჩემ კლეს დიდა მეტი აი ჩემ კლეს ერთი და მიყენეს ორივე ანაბოზარის ერთი და გიტოვენ გადასთა მე რეიწამეთ მერტი მანდამდე სუეჩ თქვენი არ გვესპი შენი ისევე ტროპი და პინო ბაზარი გვაცხადე რა twini მოთხანი იდეები და ბიჭები მოყარეთ რომ დავატატელიო დარი რაუნდი რა
ამბეჭებზე არაფერი ვის თქო თქვი. კარგი ტიპები არიან აშკარად და დუხიც აქვთ და რაღაცა ვაიბიც აქვთ. უბრალოდ აი ტერმინოლოგიურად და გამოთქმის კუთხით ნახევარი ამ შიოსი არ მესმოდა. პლუს ამას კიდე ლირიკაც დიდათ არ მომეწონა, იმიტომ რომ მოსკაზე უფრო ხშირად იყო ლაინი ვიდრე კამიძე და მოსკაზე კი არა, რა ქვია იმას. ყოვაზე უფრო მეტი ლაინი იყო ვიდრე მოსკა კამიზე. პლუს ამას კიდე ძალიან კარგი ბითი იყო, აი მარტო ბითზე ვბაუნსობდი და რაღაცა და ტექსტი რაღაცა ბითი აქ იყო, ტექსტი აქ იყო. და ეგ ძალიან არ მომეწონა. ეხლა მგონია რომ კამი და მოსკა უკეთ გამოიყენებენ. აბზე მოიგეს კამი და მოსკა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს მესამე რაუნდი როგორ იქნებათ, იმიტომ რომ ბითი მართლა ძალიან მომეწონა ხალხო. მესამე რაუნდი. გავაგრძელოთ. არტისტები, ჩემგან ხელმარცხნივ. და ეს დასაწყისი იწყება თქვენიდან კეჭის ხაზზე რო წაგივიდათ ფერი ჩვენი სახელები როცა მოვიდა ვიცი რომ თქვენით ჩაიქნიეთ ხელი მე კიდე ვერ დამაჯერებ მაგ ხაბარსო პირველი სხვა პარას დაადკი თვალი კიდო და მარტივი მოგება გეშინოდა რომ შეხვდებოდა მოსკა და კამი ეჭვმეპარება გამაოცო რამით მაგრამ მათემატიკა ისწავლე ფაჭაბი რო დაგეთვალა ჩვენი შედარება არ იქნება წესი მაგრამ ცოტა უტვინო გამოგათებას რო არ გაეცალა არ მეცალა და მეწერა შენზე მე მეზარება შენ კი ოსტებობ ამ დღეზე ერთი რამე მაწუხებ და დღემდე ყლეობა რომ მომიწია წერა თქვენზე თუ გამოიდა ტექნიკურ რაუნდებს და მიჯერე გჭირდება მეტი ყური სპორტის სასახლის გვერდით თუ კი ბირჟაობ იმას არ ნიშნავს ხარ ტექნიკური სრული სერიოზულობით ვიძახი და არავინ არ ცადოს რო გაიცინოს ყლეების შემოეშინები ვიპის როგორც ინდოელების სამედიცინოს და თუ ჯერაც ვერ გაიგე მოსაგებად რა არის საჭირო დავდე შოუ ეს და მოწყნული თვითონ ორგანიზაცია გეუბნება flow გზიდან აგიყვანეთ ბეთზე მოგიყვანეთ და ბოლილები ხარ გონი მართლა თქვენ გადაგარჩინათ იაღოვამ და გადაწყვიტეთ პირველი ვის მივართვა თუ კიდე მე გარახებ როგორ უნდა წერო მე მაგის დაუდი შეკი ხელი მოაწერო ხალხი ებო შოუ და მაღალო ამპერო კეიდი ვარ და ეს დაგიტოზე დაგატერო ჩემი ხმა დიტոր მეტალი და ვანდო უნდა ვერახო ყველასება თუ რას ფლობ ვიცი აქ რო გამოხვედი უკვე ნანობ ბოს ხო არ კიდე აქ იყო და დაგდო ბენზე გავიჭიდე ფელიქს დესუზე და სანამ ვიღაცებს ვაყრი რისხვას მოსკა მეკითხარი ამ ყვარს მიხედათ ხო ამას მიხედათ ხო არ მithქვამს კენდო მე ბაეს ბეთლიგა პიარო რჩევა მაგ არავის ანახო არა რადგან როცარება ვისაც იგზნობა მაგ თითქოს და ვიღაცამ ჩაგახმოვანა იმდენჯერ შეგეცი რამდენჯერაც აქ დგომა ბიჭო დღეს შენი ნანე არ მიყვარს დედანატირებით სალკარა ყლეზე მკიდია ქენი რამე დამაჯერე რომ მოგვიგებ ქენი რამე ცოტა მაინც გაგვიგაჩე ქენი რამე და ქვეყანა დაგვინგრიეს ქენი რამე ეს დედა მოწყრული ქენი რამე მიდი გადამალე შიო მაგრამ მიდი თვალმა ნახე და მანახე ბაჩებიო მარა დაგაჯახე შიო დაგაჯახე რამე ქენი შულო ახლა მოსკა თვალებით ნახვეწება რო შემიშიო რამდენი პოეტი რამდენი უნიჭო რამდენი მომენტი რამდენი დღეა რამდენი კანდონი ჭირდება პროექტს თქვენ გადააკიდეთ 12 ყლეა ჩვენ არ დავიწყებთ იმის გარკვევას ვინ აკლები ვინ ვისზე მეტი ჩვენთვის ყველა ერთი ხალი ხართ ბიჭო როგორც ქართველებისთვის ჩინელები შენ რა ჰოლივუდში გეთამაშა ვიცი ტელევიზორს ყველა გამორთავდა და შენ რო ლეკვა დაბადებული ყავი ჯონ ვიკი არავის არ მოკლავდა თქვენი ეს არჩევი არ არის იქნებით სეზონის მონები თუ ბოსები და ზუსტად თქვენაირების ბრალია რომ ჯენზისა ჯომენეს უფროსები მე ვამთავრებ კარიერებს ბევრი ვიცი ვენები რომ გადაისერა და აქ საკითხავი ისა მარტო ძალიან მოგიგეთ თუ ისა ჩაო მეგობრებო ამის ღირსები არიან ეს 4 ბიჭი აი ძალიან კაი იყო ხალხო. ამას ველოდებოდი ამ სეზონზე და მაგიტომ მინდოდა ორივე ეს 2 სეზონი, იმიტომ რომ აი ესეთი რაუნდები უნდა იყოს flow-ში. მთელი რაუნდი თან ანუ ლირიკაც ქონდათ, ფანჩებიც ქონდათ, flow-სტრილება იყო. როგორ გვაბაუნსეს, ანუ ბითი გამოიყენეთ მაქსიმალურად. ეს მინდოდა ზუსტად და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეხლა აღარ მახსოვს რა ფანჩები იყო, იმიტომ რომ მომენტებში ძალიან ვიცინოდი, აი ძალიან ისეთი რეაქცია მქონდა, არ ვიცი ამას რო შევხედავ ალბათ ჩემ ვიდეოს, შეიძლება დავიქრინჯო კიდევაც ჩემ რეაქციებზე, მაგრამ აი მართლა ძალიან მომეწონა და მართლა ძალიან ენერჯაიზდოა და ამ რაუნდს ალბათ ძალიან ბევრჯერ მოусმენ ხალხო. იმიტომ ძალიან კაი იყო. შეიძლება მე სუბიექტური ვარ და მაგ ჩამოფარებული და აი მაგიტო და ეგეც დამიწერეთ, რომ შენ ხო არაფრენ რა ძალიან კაი იყო და რაღაცაო, მაგრამ მე მგონია რომ მართლა ძალიან კაი იყო და ეს სუბიექტური ვარ და არაფერ შუაში არ არის. აბსოლუტ სინემა, აი აბსოლუტ სინემა, ეს იყო რაღაცა საოცრება. და ყოჩაღ და ხო, მეგონა რომ პირველ რაუნდში საკმარისად კარგად არ დაიხარჯინა თქო და აი მესამე რაუნდში მართლა ჩაუდიათ თავისი ყველაფერი. და თინმაც იყო ის იყოს ყველაფერი იყო რა, ბევრს აღარ ვილაპარაკებ. ხა საბოლოო ჯამში ბეთლი შედგა, მომეწონა აი ამას ველოდებოდი ამ სეზონისგან და ახოთ ეხა ჟიური რა სიტყვის, აი ძალიან შოკი მექნება, რომ მეორე წყვილს მოაგებინონ, ძალიან შოკი მექნება, მაგრამ შეფასებებს კუთხით, აბა მე რა სტაბილები დამრჩა და ჟიური რა სიტყვის, აი ეგ ძალიან მაინტერესებს და განსაკუთრებით კიდე ძვალი შეფასება მაინტერესებს.
პირველი მთხოვა რომ პირველი მე ვიტყვიო და მე თქვენ დაალაგეთ რაც გინდათ ისი ლაპარაკეთო. ძვალისთვის შევგვნათ ხმაური! გადაწყვეტილება. ძალიან მაგარი საღამოა და ერთი რაღაც თქმა მინდა რა. დღეს ჩემი ფავორიტი არის უკვე მინდა რომ მეორედ ეს მოვსვინო ბიჭი. კამი არის, კამი. მოსკაც სუპერ ბიჭები, ყველაფერი, მაგრამ ერთი ხო უნდა ავირჩიო. იო, bro. აი, წეგანს გელაპარაკე შეფატა რაღაცები გავარჩეთ რა. რა ბეტრიდან ბეთლამდე ფლოუსაც ტიპი იმედენად 100%. მე მინდა რომ ეს სეზონი ამათ მოიგონ. მიუხედავად იმისა რომ ცალკე ბანი ორივე ძალიან მიყვარს, მაგრამ მაგათი დუოს ბეთლი ჯერ არ მინახავს და ამათი ბეთლი რამდენიმე ხო ვნახე და ამჟამიდელი მოცემულობით მინდა რომ სეზონი ამათ წამოიღონ, მაგრამ ნახოთ შემდეგი ბეთლი წინ არის და არ დამცინოთ კომენტარებში რომ რატო გინდა ეგრეო, რავი, ესე მგონია ამ მოცემულობით. ხო, მაქვს ჩემი აზრის ქონის უფლება, ხალხო. კონსტიტუციურად მაქვს გარანტირებული და თუ შეიძლება ჩემს კონსტიტუციურ უფლებას შევურაცხყოფთ და გადამივლით. ის არის ჩართული და ის აი რომ ლაპარაკობს რა იმდენად 100% ჰიპ-ჰოპია და 100% ანუ ჩემთვის არის რა იცი ვიგრძნო ის რომ ის არ მატყუებს რასაც მე ლაპარაკება რა ძმები მინდა აი შევაფასო და ვთქვა რომ აი უმაგრესი ბროები ხართ ანუ ძალიან მიხარია და მე ბედნიერი ვარ რომ ესეთი მაგარი ბიჭები ყავს ქართულ ჰიპ-ჰოპში და აი ესე უყვართ და ესე უთმობენ და აუ შენი ფლოუები bro შენიც აი ისეთი განსხვავებული სხვანაირები იყო და ისეთი დესლობა იყო და ისეთი მაგარი იყო რომ ანუ მე ძალიან მომეწონა ანუ მართლა ძალიან კარგი ფლოუები აქვს უბრალოდ ცოტა დიქციაზე აქვს ჩემი აზრით სამუშაო ვიკაიფე რა ბევრი სიტყვა ვერ გავიგებინა ნაი ყურში ვიჭერდი რომ პროსტა ყველაფერი გამეგო რა იმიტომ რომ ძალიან ძნელია მასეთი ფლოუთი პროსტა ძალიან დიდი შინაარსი ჩადო ხვდები და მე მგონი რომ პროსტა სიტყვებს არის როდი იქ რაღაცებს ამბობდი და ვცდილობდი დაგწევდი ალბათ ჩემი მინუსი ის რომ ბოლომდე ვერ დაგეწე მაგრამ ნუ ბიჭებმა რაც ჩაატარეს დღეს აი bro ჩემი ხმა თქვენ ანუ ძალიან მაგრები ხართ აი ისე დაალაგეთ ხო და ძალიან მაგარი ბიჭი ხარ bro ჩემი ხმა თქვენ რა თქმა უნდა ძალიან დავარცხნილად არ ვიცი რამდენად შესაძლებელია მაგრამ მე და ძვალის ეს დავარცხნილი ტერმინი ორივე ძალიან გვყარებია მაინც და მეც კარგი შედარება არ არის ვიცი მაგრამ ნუ ძალიან სუფთა და ძალიან უკვე არ პროფესიონალურად აკეთებთ იმას რასაც ეს ბიჭები სხვანაირად შვებიან ხვდები აი ისე ლამაზა და დაალაგებულები არიან ფიცსაც კარგად იყენებენ და რაღაცა ბუნებრივად აი ის გოგოტკას ნათია ხო TikTok-ზე როიდო აი ხო ვიცანი ეგ არის შანსი არ დამიტოვეს ხვდები თორე დიდი სიამოვნებით ბრაზერებო ჩემი ხმა თქვენ პირველ რიგში მინდა ვთქვა ყველა BDM-ის არტისტზე ვინც დღეს აქ გამოდის მათთვის ნუ ერთი გამონაკლისია დანარჩენი 7 ადამიანი დღეს ამ ხელა სცენაზე პირველად არიან და ეს მათთვის მართლა იმხელა ნაბიჯია და იმედი მაქვს რომ თვითონ თქვენთაგანს შეგაყვარათ ამ ბიჭებმა თავი ძალიან კაი ბიჭები არიან და პირველი გამოსვლის კვალობადი ძალიან კაი იყო თან ტექსტი არ დავიწყებიათ როგორც მინიმუმ და იმ გამოცდილ ტიპებს დავიწყდათ იცით ვისაც გულისხმობ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ერთსაც და მეორეს მე ვიცი როგორი ადამიანები ხართ მე ვიცი როგორი ვაშკაცი ბიჭები ხართ მე ვიცი როგორი კეთილი გული გაქვთ ერთსაც და მეორეს და ვამაყობ იმითი რომ ჩვენთან მოხვედით და ჩვენთან ერთად აკეთებთ საქმეს დარწმუნებულები ვიცი რომ ხართ რომ ამითი არაფერი არ იწყება და არ მთავრდება თქვენზე არაფერს არ ვიტყვი, ჩემი ხმა ამათ. იმიტომ რომ გეტყვით რატო არ ვამბობ, რა ცხოვრებაში პირველად ვაძლევ ლივერპულის გულშემატკივარს ხმას. მოკლედ ხო ძალიან მარტივი არის, გადავწყვიტო რაღაცები, მაგრამ მინდა მაინც აღვნიშნო, მე მახსოვს თქვენი პირველი ტური BDM-ში და თლად ის არ იყო, რასაც ველოდებოდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიჩვეული ვარ ამ დონეს. ზოგადად ამ სიმცეში რასაც შვებოდნენ ბიჭები აქ თუნდაც კიბეში ბათუმში. თუმცა მე მგონი რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო ჩვენგან რომ მეორე ლიგა გაგვეშვა და გვეწყო, იმიტომ რომ ზოგი ძალიან დაიხვეწა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მაინც დაიხვეწა, სკილები შემოგებატათ და ასე შემდეგ. მე მაგით ვამაყობ, რომ სხვა ახალ ლეველზე დაგაყენეთ ყველა ვინც მინიმუმ ვინც აქ ხართ, ვინც გახვედით უმაღლეს ლიგაში.
ორი წუნი არის. აი ზვალმა თქვა და სწორედ თქვა, რომ შენ რა ფლოუებსა ტექნიკას იყენებ, ეგ ძალიან მაგარი ტექნიკაა, ბაზარი არაა, მაგრამ შენ როცა მაგას ტრეკში იყენებ, მან და არა აუცილებელი მუსიკა იმენა სიტყვით გესმოდეს ტრეკში არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია ჟღერდეს. მაგრამ როცა შენ გამოდიხარ ბეთლში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა იმის და მიუხედავად რომ BPM-ია, flow-ა და ასე შემდეგ და ბითებზე ვაკეთებთ, მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექსტ. მე კი არა, ზოგადად გავიგებთ თუ არა. შენი ერთადერთი წუნი ეგ იყო. შენი ის რომ ყლაპავდი სიტყვებს უნთქვები არ გყოფნი და ეგ იყო მეორე შენი პრობლემა. თქვენზე რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, ანუ მასტერკლასი იყო როგორც ყოველთვის და მოკლედ, აქამდე რაც ვილაპარაკე. ჩემი ხმამაც. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ბეთლი იყო. მოსკა კამის თუ იმედი არ გამიცრო, მაგრამ პირველ და ორ რაუნდში უფრო მეც ველოდებოდი, მესამე რაუნდი რაღაცა საოცრება იყო. შიო იქით ბოტანიკოსის დუოც კარგი იყო. უბრალოდ რაღაცა ხარვეზები ჰქონდათ, რაც იდეაში იურიმაც უთხრა და მე აღუნიშნე შეფასებისას. თქვენ კიდე აუცილებლად გამომეწერეთ მეგობრებო. იმიტომ რომ როგორც ხედავთ, სტაბილურად ვდებთ, თან თავის დროზე ვთებ რეაქციებს და არა 2 საუკუნის შემდეგ და ესეც ძალიან დიდი პროგრესია. დამიფასეთ ეს მონდომება. აუცილებლად გამომეწერეთ და ამიყვანეთ 200 გამომწერზე, ასევე დაალაიქეთ ვიდეო, დატოვეთ კომენტარი. ახლა კიდე დაგემშვიდობებით, ნახვამდის და შევხვდებით შემდეგი რეაქციის ვიდეოში. Goodbye.